საღამოს შვიდობის მეგობრებო. როგორ ახართ? კარი დავხურო და მოვა. და შოქი ავანთო. ორე ზეა მონათებული, მაგრამ ვიდეოს გადაღების დროს სიგნალი ჩანს. ეხლა მეგობრებო, საღამოს რაღაც ხომ მინდოდა გამეკეთებინა დღეს, თქვი რომ შეიძლება საღამოს რამე გავაკეთო მეთქი. არც არაფერს არ ვაკეთებ დიდს, ისეთს და განსაკუთრებულს. უბრალოდ მინდა გავაკეთო ჩირბული. არ ვიცი, ერთხელ რომ გავაკეთე პომიდორით, ბულგარულით და ასეთი რაღაცეებით, ბოსტნეულით, ანუ ათქვეფილ კვერცხში. ამას ჩიჟიბიჟი ქვიაო და კი, ის სხვანაირია, მაგრამ მე ვაკეთებ ახლა სულ სხვანაირს. ამასაც ქვია ჩირბული. სხვა რას ეძახის არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ ჩვენ ჩირბულს ვეძახით. ამიტომ დამჭირდება მე ახლა ხახვი, ნიორი, სვანური მარილიც რომ უნდა ჩავაყარო, ნიორს ვშობით ცოტას. 5 ცალი კვერცხით ვაკეთებ და ხახვი უნდა დავაჩოფერო, იმიტომ რომ გიგა არ ჭამს. ეგ უკვე თქვენთვის ნათქვამი მაქვს. რაღაც მეგობრებო, არაფერი არ იყო. მანამდე აქ დაასხი ცოტა ზეთი, ვერი არა. ეს მომიტყდა მეგობრებო. აი აქ მოტყდა. ეხლა ეს ცალკე ერთ ცალს ვერ ვიყიდი და თლიანი რომ ვიყიდო, სამცალიანი არის მგონი შეკვრაში. მაშინ ეგეც უნდა გამოვცვალო და ზუსტად ასეც ვერც ვიშოვი მე მგონი. ეგ დავდო აქ და მე რო წავა, გუშინ უნდა მეყიდე ხო ფაზე, მაგრამ საერთოდ გადამავწე. ამას კარი დაუწიო. და მე თუ არ ჩავიწერე, ხომ იცით. ჩემი ამბა. ეხლა ამას დავაჩოფერებ. ჩემი მარჯვენა ხელი თქვენი იცნობთ ამას. ხო, ტომატიც უნდა, ტომატი არ გამომიღია. თან მინდა რომ გესაუბროთ, თორემ ამას ცალკე გადაღება ვიდეოსი ნამდვილად არ ჭირდება. უბრალოდ თქვენთან ერთად მინდა რომ გავაკეთო. გამოვთავ ახლა. ზეთი დაიწვა. ხახო წამში ჭრის. პლუს ამას რაღაც ისე ააქვევს, რომ თქოს ხახვი ბევრია შეგნით, რაღაც ისეთი ისე ჩანს. ეხლა ამას გადავხრაკავ კარგად. ისე რომ დამწვრობისკენ უნდა წავიდეს.
ტომატიც გავამზადე. გადაიხრაპოს კარგად. გავამზადოთ მიორიც. მთელი დღეა ცხელა მეგობრებო, მთელი დღეა ისე რომ რა ვიცი მართლა. ეხლა არის საათი 7 წუთი და მაგარი სიცხეა. მონათებული ამ მზე. ისე უნდა დაიწვას იმანო სიწითლეში წავიდეს და მერე ჩავაყრი ტომატს. ზოგჯერ ამას მეგობრებო ვაკეთებ ამიდორი და ბულგარული ერთად მაქვს შენახული გატარებული ზამთრისა, აი იმითაც ვაკეთებ. ხან იმით ვაკეთებ, ხან პირდაპირ ასე ტომატით და ახვიანი კოლზი ჩავყე შიგნი. ეგეთ ცოტა დარჩენილი და აღარ ცხირში სანახად. გუშინე წინ მოგაჩვენეთ მაკინები ამოდანო. მე დაგვაუწყდა ჭამა. ეს გამახსენდა და კარგად უნდა მოითუშოს. სამომავლსაც ჩავაყრი. თვალის ზომით მეგობრებო ყველაფერი ხომიცით. ცოტა პილპილიც. რაღაცები მოვალაგე, სადაც დავალაგე. დილას რომ ამბობდი. ამას ისე მთლიანი ხახვი უხდება, მაგრამ რომ არ ჭამს დიდად და ასეთ აჩუქებულს ვაკეთებ. გზას ხო. გავასხამ ცოტა წყალს ისე რომ ხავს მოუაროს. მებს არ ვაკეთებ, ერთ ჭამაზე შეიჭამოს. კი იცით თქვენ რომ ნებდეს ვაკეთებ რომ იცებ შეიჭამოს. ვალდამიც ეხლა ამას მარილი ხო მაქვს, სვანური მარილი რომ დავაყარე. ქინძიც გავამზადე, გავრეცხე. ქინძი წესით არც უნდა, მაგრამ ისე სილამაზისთვის მინდა მოვაყარო ზემოდან. ეხლა ის ადუხდეს და ჩავატეხავ კვერცხს. ისე ცხელა მეგობრებო, წაღანაც ვთქვი რომ იცულებული ხარ გავაკეთო საჭმელი, თორემ გიჯობს საერთოდ დაჭდეთ არ გაექამა. ადუღდა. ეხლა თითოეულს ჩავატეხა.
შეკვირით ვიყიდეთ კვერცხი და ორ ნაბიჯში დავამატებ ორ ცალს, თორემ პატარები დარჩა. ხოდა როგორ იყო იცი შეკვირაში, სახში რომ მოვიტანე, მე ვნახე თორემ იქ ვინ დააკვირდა. ეხლა არც გამახსენდა, თორემ გაჩვენებდით. ორი ცალი იყო ძალიან პატარა. ძალიან. აი, დავახურო ეხლა. ხოდა იქაც მაქინაციაა, მიხვდებით ეხლა, აი გაჩვენებთ კვერცხის ზომას და მიხვდებით. ეხლა რაღაცას ვთამაშობთ მე, მაგრამ მინდა რომ გაჩვენოთ. და დააკვირდით თქვენც. აი, ნახეთ. ეს და ეს ერთია? ეს არის ძალიან პატარა. აი, შეიძლება არ ჩანდეს ისე, მაგრამ საკმაოდ პატარაა. ჩავუწევ ხლა პარს და არ გამოურევ, როცა მოთეთრდება ქვემოდან, მერე გადავატრიალებ შიგნით. ეს ჩვენთან აჭარაში იცია. კვერცხს მაცივარში ვრეცხავ და ესე ვინახავ, მაგრამ მაინც არ მინდა ეხლა კვერცხთან მიედოს ეს კოუზი. მერე დავრეცხავ, რომ არ მიხმავა. ეხლა მოიხარშება და შიგნით რომ გადავატრიალებ, გაჩვენებთ. არც არაფერი არ არის, საერთოდ უბრალო რამეა, მაგრამ გემრიელია სხვათა შორის. ბოსტნეულითაც გემრიელია. დედა ჩემი აკეთებს ამას ძალიან გემრიელს. ძალიან, რა ვიცი. გემრიელს ვაკეთებ მეც, მაგრამ რაღაც თუ დედიკოს გაკეთებულია და იმიტომ არის უფრო გემრიელია, არ ვიცი. იმდენი რაღაცა გავაკეთე და დავალაგე, მაგრამ არ ვარ ყოფილი, ბევრი რაღაცა მაქვს კიდე გასაკეთებელი და რომ ცხელა ვეღარ მოვკიდე ხელი სხვა რამეს. საღამოს ცოტა რომ აგრილდება მე. აი დროა ახლა, საჭმელსაც მოვამთავრებ და მე იქნება შევირგო დაჯდომა. სულ ცოტა მარილის დამატება მოითხოვა, სვანური არ იყო, სულ ცოტა. ჩემ საჭმელს ყოველთვის აკლია მეგობრებო მარილი. ყოველთვის. თორემ ოდნავ მეტი რომ მქონდეს, ხო, ამირანი არ შეჭამს არაფრის დიდებით. მირჩევნია იმან ჩააყაროს თავის თებში. დღე ოდნავ მეტი მომიდეს და მერე პრეტენზია გამოთქვას. ჩავატრიალებ ახლა. ნახეთ. არ ვიცი, იქნება ყველგან კეთდება. უბრალოდ მე გაჩვენებთ როგორ ვაკეთებ, თორემ ეს არც არაფერი არ არის. ეხლა ამას კიდევ გავაჩერებ ერთ 10 წუთს. მოვაყრი ნიორს და ქინს და всё, ეგ არის. სხვათა შორის არის ძალიან გემრიელი. ოღონდ ხახვი კარგად მოხრაკეთ ტომატეს ერთად. ისე რომ ოდნავ სიწითლეში წავიდეს. რომ გემოქონდეს. აი всё, მეტი წვენი ამას არ უნდა. ერთი 10 წუთი იყოს. ой. და გაჩვენებ საბოლოო ეტაპსაც და ეგ არის. ადვილი და გემრიელი. რაღაცას გენამწერს, არ ვიცი რას.
Sxali momitana mეგობრებო, რაც მოიტანა გუში, თუ გუშინ წიროდის გაჩვენა. სულ მე შევჭამ. ეხა კიდე მოიტანა. ხილის მტერი ვარ მე. ხილის მტერი. საზამთრო ხომ იყო რა ის შუაგულები ხომ ამოვიღეთ და ვჭამეთ. არ ვარგოდა თუ არგოდა, რაღაცები ხომ იყო დარჩა. ხილიც გავანადგურე და ესეც გავანადგურე. ყველაზე მეტი კალორია ხილშია. ხოდა მე არის მაგიტომ არ იმაშვები რა ქვია რომ ვაიმე წონაში დავიკლო და არ ჭამდა რაღაც. უბრალოდ არ ჭამი ვეჩვი ასე და არ ჭამდა არც ფხოს ორგანიზმი. საერთოდ არ მინდა. და შუადღის შიმშილი როგორ მაქვს ახლა? დილას ხომ სუსნაო, ჩაი თუ არ დავლი მერე და შუადღის შიმშილი როგორ მაქვს გამაკანკალებს 2 საათის მერე ისე მომშილდება. მერე საერთოდ რომ ავჭამო არც არაფერი არა. ამდენს ლაპარაკობ ამ ჭამაზე. იმიტომ რომ ხილზე ვთქვი რომ აი ხა კარი დავხურე, აქაც ჩახურულია რომ ამირანთა ხმარ შევიდეს ძინავს და აი всё. ვიწოლები უკვე. ცოტა დარჩა, ცოტა, ერთი თვეც და მე სიტყვას ვინატრებთ. მე იმ სიცივეს ეს სიცხე მაინც მირჩენია, ხომ წუხვა ადამიანი ვარ და ჩვეულებრივად ვამბობ, მცხელა შეგცივდება უიცივა, მაგრამ იმ სიცივეებს და ზამთარს მე მაინც მირჩენია ზაფხული და ეს სიცხე. ეხლა წყალი რომ არ იყოს პრობლემაა, თორემ წყალი როცა არის რა უნდა, შევარდია ბანაში და გამოვარდი. ვერ გავედი მეგობრებო დღეს გარეთ, შეიძლება გავიდე მეთქი, ხომ თქვი? ვერ გავედი, ძალიან ცხელა, ვერ წავალ ამ სიცხეში სადმე. ხოდა ჩემი თავის პატრონი ვერ შევიქმნი ახლა სხვა პრობლემას და როცა მე იმის შანსი მექნება რომ გავვარდე, გავიდე, გავალ და ყველგან წაგიყვათ. ყველგან. სადაც არ უნდა ვიყო 5-10 წუთით ხომ მაინც წაგიყვათ, მეტი თუ არა. ნახოთ აბა ასე ყოფოდა. არ ჩაგვიხარშოს ძალიან. კი. აი. მოვაკლი ახლა ამას. ავთიშო. აი რომ გაჩვენოთ თქვენს. აი ასე გამოიყურება. წვენიც აქ. კვერცხიც თითო ცალი აქვს ცალკე და არის უგემრიელესი. აჭარაში ყველა მიცის ვინც მიყურებთ. და ვისაც და გაინტერესებთ სხვა მხრიდან მიყურებთ, შეგიძლიათ გააკეთოთ და ვცადოთ. მართლა გემრიელია. ჯერც დასარეცხინა. ხის დოსკა მინდა რომ დასველდეს, იმას უცებ გადავავლებ. მერე ყველა ვიდეოში რაღაცას ისე ვამბობ, ეს გაფუჭდა, ის გაფუჭდა, თითქოს წუწუნებ. არ წუწუნებ მეგობრებო, უბრალოდ როცა თქვენ ხედავთ რომ რაღაცა გაფუჭებულია, ეხლა ამაზე ვამბობ, აი, აქ გადაკრული იყო და ესეც გაფუჭდა და უკვე გამოსაცლელია. ხოდა რომ თქვენ ხედავთ, ამიტომ ვამბობ, რომ ანუ როგორ თქვა, აღნიშნა უბრალოდ ეს გაფუჭებულია და გასაკეთებელია, იმიტომ ვამბობ, რომ ხედავ მეც და არ ვფიქროთ, რომ რას გავს, ვერ ხედავს, ვერ გააკეთებ, არ ველოდები თქვენი გამაგას, მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში მეც ვამახვილებ ყურადღებას, რომ კი, გასაკეთებელია. და წუწუნებით გამომიდის, რომ სულ როგორ მაგას ვამბობ და რაღაცა, მაგრამ აღნიშნა უბრალოდ და ეგა.
რაღაც სიჩუმე ჩანს ერთი რა ვაღუკარიება. კი, წასულან და აღარა ახმა. 7-ზე მიდია, მაგრამ ჯერ არა 7. ქუჩიდანაც ამოდის. მანქნების და მოტოროლების, მაგრამ როგორ ჩაიხუთა ციკარები და მართახური სულ თქვა გაგიჭირდება. ჩავთო ცოტა ხანს ვენტილატორი. აი ჩურუგას რომ ამბობდი, მაინც თავისი გააკეთა. ეს ახლავს ჩურუგას. ანუ თუ გინდაც რომ დანისლოს, თუ გინდაც რომ გაწმინდეს, აქ რაღაცნაირი ჰაერი, სუნთქვა გიჭირს, დამძიმებული ჰაერია, ბათუმი ისეც ნესტიანია და ამ პერიოდში კიდევ უარესდება. და როგორ არის, ახლა თბილისში რაც არ უნდა სიცხე იყოს, შეიძლება არ გაიოფლო და სუნთქვა არ გიჭირდეს. აქ ეხლა გუშინ იყო ჩემი ძმისშვილი თბილისში და სულ სხვა ჰაერია მამიდა სიცხე იყო, ძალიან მაგარი სიცხე იყო, მაგრამ ასე არ ჭირსო აქ რომ არისო. და თბილისში არიან ჩემებიც და ცხელა იქაც და უჭირთ რა თქმა უნდა, მაგრამ აქ უარესად არიან მერე რომ ჩამოდიან. ზღვაზე გადიან და კაია. სოდვა არიან ახლა ბავშვები. ზღვაზე ვერ მოახერხეს, მაგრამ 9 აგვისტოს თვეში გელავთ მოეხერხა და ჩამოვიდა, ჯერ წინა კიდევ. დრო ჩამოვლიან და ივლიან ზღვაზეც. ვიდეოს ჩაწერის ამბავი. შეიძლება ეხლა არ იყოს დიდად საინტერესო თქვენთვის, მაგრამ რადგან ვზივარ და სხვა რამეს ვერ ვაკეთებ, მაინც გეტყვით. აი როგორა დილას ბევრჯერ მითქმია, მაგრამ უფრო უკეთესად რომ ახსნა და რატომ სხვაგან არა და სხვა ოთახიდან არა მაგალითად. ვერ ვასწრებ მეგობრები. დილას რომ ავდექი, მაინც აქ მიწევს ვიდეოს ჩაწერა, იმიტომ რომ გიგას წინავს და აივანზე გავედი ხმაურია, იქით ვერ გავალ გიგას წინავს, გამომწყდეული ვარ ამ სამზარეულოში. მერეც ხომ უნდა მოვასწრა რაღაც საქმეს, საჭმელს თქვენთან ერთად ვაკეთებ და მაინც სამზარეულოში ვარ. თუ აწყობ, მაინც სამზარეულოში ვარ. ხო და სხვა საქმეებიც ხომ აქ რაღაც ბევრი აუარებელი. იმას რომ ვაკეთებ, ეხლა მართლა ყველა დალაგებაზე და რაღაც გავხეხო, გამოვხეხო და გავრეცხო, მართლა იმის ვიდეოს ხომ არ ჩავწერ. ერთი ჩავწერე აბანოს ის უბრალოდ დავტესტე სოდა და ის როგორ იმუშავებს მეთქი. მაგიტომ თორემ ეხლა მართლა ლაგების ის როგორ უნდა როგორ წმინდაო იატაკს და როგორ წმინდა იმას რა ქვია, თუ სხვანაირი მეთოდით ვაკეთებ, კი, ამას კი. ახლა ყველა წმინდას ყველა აკეთებს და მაგის ვიდეოს რა ვიცი მეგონი არა აქ მაგის ვიდეოს ჩაწერას აზრი. ხო, იმ დროს ვერ წერ ვიდეოს. მერე კიდე ამირანი მოდის, მოსულია უკვე რამდენი ხანია, ძინავს. არ გაიღვიძებს სადღაც 9:30-მდე. ვერ ვასწრებ, თუ გარეთ არ გავედი, კიდევ აქ ვარ სამზარეულოში და ჩემ ვიდეოებს რომ ჩამოვყევი დღეს 95% არის აქ, ამ ერთი ადგილიდან ერთი წერტილიდან. მაგრამ აუ, ასე თუ ვერ გავა, გარეთ ასე იქნება. რაღაც შუალედში დღეს ხომ გავედი მისაღებში. ეხლა ვიდეო კი არა, მეც მიჭირს აქ რომ ვარ. იმიტომ რომ აი როგორ არის ზემონათებული, გაჩვენებთ ეხლა. აი ნახეთ როგორ ამ ზემონათებული სადამდე გამოდის, აი ნახეთ სადამდე და ამაზე მეტა და ეხა იქ ქვაბები მიდევს. ავალაგებ ეხლა მაგასაც ასალაგებელი მაქვს. დავრეცხე და ვამშრალე და თავის ადგილას მისატანი ზოგიერთი. ხო და უფრო მეტად იყო, აქით იყო, აქამდე მოდის. აი ნახეთ როგორ არის. აი სადამდეა. ხო და იმის გამო რომ დაღლილმა და ქანცურმა
4 არ იყო გავიღვიძეო, დღესო და წავედიო, ზოგჯერ მე ვერ ვხვდები როდის იღვიძებს და მიდის. ხომ უნდა იძინოს. და მაგიტომ მეც ვზივარ აქ და ამ სიცხეში ვიხარშებ. ჩავთავ კონდიციონერს, მაგრამ ვიცი, 3 დღეში მე ავად გავხდები. ვენტილატორს ჩავთავ, ახლა თორემ სხვა გზა აღარა მაქვს. ხო და წინა დღეს რომ ამბობდი, ჩემი სივრცე მჭირდება მე, მართლა მჭირდება, თორემ მოსაბეზრებელია სულ 1 წერტილიდან გადაღება. მეც მომბეზდა კი არა თქვენ. ხო, ერთი კიდევ რა არის? მე ხომ მარტო ვერ გავდივარ გარეთ. წავალ ეხლა თქვა, всё, საჭმელი გავაკეთე, ადგები, წავალ, გავივლე, გამოვიდე. ახლო მანძილზე ვედა უკვე და გავდივარ. შორს მაგალითად რომ სადმე წავიდე ეხლა, გადავიდო, იქაც ვიდეო განსხვავებული. მე ხომ მარტო არ მიშვებენ არსა. იმის გამო რომ იცით ჩემი პრობლემები. ხო და მაგ ეხლა ჩემი ძმის ძოს არცალია, რაც მისი გოგო ავად იყო, მას მერე სულ სახლშია, მასთან იყო და იგი ეხლა ერთი გუშინ იყო თავისუფალი და გუშინ კი წავედი ანახებაზე წავედი. ხო და ასე აცი მე მგონი რაღაც გამოვნახავთ დროს იმისას, სულ სადმე გავიდეთ, თორემ სხვა ვინ უნდა გამყვეს, ყველას თავისი საქმეა, ყველას. ის ჩემი ძმის ცოლია არ მუშაობს და მე არ მუშაობ. ყველა მუშაობს და ყველა დაკავებულია. ეხლა ჩემს გამო სამსახურს ვინმე ვერ გააცნობს, რომ მე სადმე გავიყოლი და წავედი. ამირანიც კიდე ასე ვერასდროს ვერ იცის. რომ სადმე ერთად წავედით. მისიც მესმის, გადაღლილია, მუშაობს. ხო და ვარ ასე აწყობილი კი პირიქით, ერთი გრაფიკით ცხოვრობ, ერთი გრაფიკით, სახლი, საჭმელი, სამზარეულო, დაბაგება, სახლი, საჭმელი. მაგრამ არამშავს დოდადრო სადმე გავალ, სულ ასე ხომ არ ვიჭდები. მე მივეჩვია ასეთ ცხოვრებას და ჩემთვის ეს არ ქმნის დიდ პრობლემას. ხოლო გავდივარ აუცილებელ საქმეზე და თუ დრო ვნახეთ, გასასეირნებლად, ესეც იმის გამო, რომ ჩემ ჯანმრთელობას სჭირდება და მივეჩვია ასეთ ცხოვრებას. ზოგჯერ სულ იმ თხოვს მეთქი რომ ვამბობ. თხოვს კი როგორ არა, მაგრამ თუ არ არის ახლა მაგის ისა რომ მე გავიდე, თვალებია მოწ. მარტო ვერ წავალ ხო და უბრალოდ რას ვამბობ და რატო გავამახვილე ყურადღება. მე რადგან გადავწყვიტე ვიდეოების ჩაწერა და ამ არხის შექმნა, თქვენზე უფრო წუხარ და თქვენზე უფრო დავდებ, რომ ეს ერთფეროვნება მოსაწყენი იქნება თქვენთვის. და ამიტომ უფრო მინდა რაღაც გავიდე, რაღაც სიახლეს შემოვიტანო. ეს უფრო მადარდებს, თორემ ჩემ თავს იმდენად კიდე არ დავდებ. მივეჩვიე და ასე ცხოვრობ უკვე რამდენი წელია. თქვენთან მევხერხულობ. მაგრამ არა, როცა დროს ვნახავ, როცა რამე ოდნავაც გამომეჩნდება იმის შანსი, რომ მე გარეთ გავიდე და თუნდაც 5 წუთიანი ვიდეო გადავიღო, აუცილებლად გადავიღებ და აუცილებლად მოვალ სხვა განსხვავებული ვიდეოები. მოვიტანე, მაგრამ იმედია გავაკეთებ. გონდ იმედია. სახლში ჩასაცმელად მაგდა, ეხლა ისე კი გავაკეთებ, რომ სახლში ჩავიცვო მგონი. მაგრამ ვერ ვხედავ წესიერად შავი რომ არა. შავია ესეც, მაგრამ ჩავიცმებ ხომ ცოტა ხანს და ასე ვიცი. სანამ იქამდე არ მივა, რომ всё ეს გადასაგდებია, ან არ შევიძულე, ვერ ვაგდებთ რა.
წესით უნდა გადავაგდო ახლა ეს. იმიტომ რომ ეხანია მაქვს. მაგრამ არ ვიცი ტანსაცმლის გაფუჭება. მოვლა ვიცი. ცალკე ვრეცხავ ყველა ტანსაცმელს. ამასთან ამას არ გავრეცხავ. თეთრთან ამას არ გავრეცხავ. რა ვიცი, ყველაფერს ვუვლი და იმიტომ მე ვფრთხილდები არ გავაფუჭო ტანსაცმელი და მაქვს საუკუნის ტანსაცმელი. რა თქმა არა. ჩვევაზე შველება რამე. კი არ ვამბობ, კაი, სუდია. რამდენი რამე გავაჭუქე. რაშიც რომ ვიცი ვერ ჩავეტევი და გავაჭუქე. კიდევ კაი. თან ისეთი შეკერილია, რომ მეგოი საუკუნე რომ მქონდეს კიდე არაფერიც არ მოვა. მოსაღამოვდა მეგობრებო, დაღრუბლა, მაგრამ მაინც ცხელა, საშინელი სიცხეა. ნათიაც არ მოვიდა, არ ჩავს. ყავა მინდოდა და დამეძახა მინდოდა. თავს მეკავიყიდე რომელი? ჯინსის შავლებს რო აქ. არა უშავს. არ გამოჩდება. ავარია გავაკეთო და ასეთების გაკეთება კი მეხერხება. კერვა ვიცი დიდათ მეთქი არა. და როგორ მაქვს ჩალაგებული. ეს თუ გავუყარე ახლა მე. მაშინ ვარ ქალი. აი ოჩა. ასეც ხომ შეიძლება. შეიძლება, ყველაფერი შეიძლება. ეხლა მეგობრებო, ამას მე გავაკეთებ და თუ გავაკეთე, გაჩვენეთ. თუ ვერ გავაკეთე, აღარ გაჩვენებთ და მიხდით რომ არ გამოვიდა. აბა, ნახოთ. აი, შვენივრად გავაკეთე. ახლა ამას გამოგართმევე 7 ლარს გაკეთებაში. მე გავაკეთე ისე რომ არც ეთყობა ხელით გაკერილი. შიგნიდან გავაკეთე მშვენიერ ლამაზად. ეს ღია ფერის არის კი და შავი მინდოდა მეყიდა. უკეთესი იქნებოდა, მაგრამ არც ამით არ შავდება რამე. შავი რომ არის მეგობრებო, შავთან ხომ ყველაფერი მიდის და ამიტომ უფრო მინდოდა რომ გამეკეთებია. საწავეა წაფი. გამეკეთებია და შავთან ყველა მაისურს ჩავიცმევ, მაქვს მაისურები ბევრი. იგიც ასე. სანამდე შეიძლება რომ ჩაიცმევ, არაფერი არ ჭირს აბსოლუტურად. ასე მეგობრებო რა. არ მიყვარს ფულის ფლანგვა მეთქი რომ ვაბლუდი. ეს არც არაფერი არ არის ახლა ხუმრობ თორე ამით წამალმა დარეკ. ეს რომ ახლა გადამეგდო ამით კი ქვეყანა არ დაიქცეო და მეგობრებო ხუმრობ მართლა. უბრალოდ რა არის ცით შეკერილია ძალიან კარგი. ხო და დამენანა. გადაგდებას კიდე რა უნდა? ხვალ შეიძლება და ზეგაც რომ გადააგდო. ერთი გავიხედო ახლა, ნათია თუ მოსულია, ყავაზე დავძახო. ნახოთ აბა, სარეცხი თუ აკრეფილია, ნათია მოსულია. არ არის აკრეფილი, ესე იგი არ არის მოსული. მარტო არ მინდა. მეზარება. მარტო. წავედი მეგობრებო ახლა, დაგემშვიდობოთ, მშვიდობია გამესხისუნებთ. გადავრეციადები. მოახვალე დილით იმედია
ღმერთის ნებით. აბა ხვალამდე.